1 წლის წინ მოჰამედ მარვანი სედნაიას ციხის კარიბჭესთან ფეხში შველი და დაბნეული იდგა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ამბოხებულები დამასკოს შემოგარენს მიადგნენ, ციხის კარები გააღეს და პატიმრები გაათავისუფლეს. 2018 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის დაპატიმრებული სამიშვილის მამა სხვადასხვა დროს 4 სხვადასხვა საპატიმროში მოხვდა, ვიდრე საბოლოოდ დამასკოს ჩრდილოეთით მდებარე სედნაიას ციხეში აღმოჩნდებოდა. ეს ის ადგილია, რომელიც სირიის ყოფილი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. მოჰამედი იხსენებს, როგორ ეგებებოდნენ ბადრაგები ახალ პატიმრებს ცემითა და ელექტროშოკების კორიდორით. 2024 წლის 8 დეკემბერს მისი შინ დაბრუნება ჰომსის პროვინციაში ნათესავებითა და მეგობრებით სავსე სახლში დიდი სიხარულით აღინიშნა. მაგრამ ეს ვერ აღმოჩნდა საკმარისი 6 წლიანი პატიმრობით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგების გასაბათილებლად. გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის პრობლემები ტუბერკულოზი აღმოჩნდა. ამას თან ერთვოდა ძლიერი შფოთვა და უძილობა. რაღაც სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ვიყავით სედნაიაში, ამბობს მოჰამედ მარვანი, რომელიც რეაბილიტაციას ამ დრომდე განაგრძობს. اللي زارونا بالمركز كانوا يعانوا من اضطرابات ما بعد الصدمة. ცენტრში მოსულთა უმრავლესობას პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა ჰქონდა, ძილის პრობლემები, კოშმარები და მუდმივი შფოთვა აწუხებდა. ყველაზე ხშირად ის ადამიანებიც შეედნენ, ვისაც ახალ გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია უჭირდა. მუდმივი აგრესია და შეგრძნება, რომ ოჯახის წევრები უცხოები არიან, რომ მათ არ იცნობენ. ზოგს ეჩვენებოდა, რომ ციხეში დაბრუნება უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე იმ საზოგადოებასთან გამკლავება, რომელიც მათთვის უცხო და უცნაური. أنا أرجع على سجني على القوقعة اللي أنا كنت فيها عن إني أنا أرجع وأتعامل مع هدول العالم والمجتمع اللي أنا شايفه غريب. ასადის დინასტიის 50 წლიანი რეპრესიული მმართველობის დასრულების და 14 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელმაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მილიონები გადაასახლა და ქვეყანა განადგურებული და გაყოფილი დატოვა რეაბილიტაცია რთული და მტკინვეულია სირიისთვისაც. ასადის დამხობა შოკის მომგვრელი იყო თავად აჯანყებულებისთვისაც. 2024 წლის ნოემბრის ბოლოს ჯგუფებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის მეთაურობით, რომლის მაშინდელი ლიდერი აჰმედ ალ-შარა ახლა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტია, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოზე შეტევა დაიწყო, რათა იგი ასადის ძალებისგან დაებრუნებინათ. სირიის არმია მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ჩამოიშალა, ჯერ ალეპოში, შემდეგ კი ჰამასსა და ჰომსში, რაც დამასკოსკენ გზას ხსნიდა. ამავე დროს ქვეყნის სამხრეთში აჯანყებულებმაც დაიწყეს იერეში დედაქალაქისკენ. აჯანყებულებმა 8 დეკემბერს დამასკო აიღეს, ხოლო ასადი რუსულმა ძალებმა ქვეყნიდან გაიყვანეს და იგი ამ დრომდე მოსკოვში რჩება. რუსეთმა ასადის ხანგრძლივმა მოკავშირემ მის დასაცავად სამხედრო ჩარევას თავი აარიდა. მისი დამხობის შემდეგ კი კონტაქტები დაამყარა ქვეყნის ახალ მმართველებთან, თანაც სირიის სანაპიროზე საკუთარი ბაზები შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სანქციების უმეტესობა ახლა მოხსნილია, ქვეყნის ეკონომიკა კვლავ სუსტია. ასადის დამხობიდან 1 წლის შემდეგ დამასკოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მეტ თავისუფლებას გრძნობენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაღალ გადასახადებსა და ცხოვრების მაღალ ხარჯებს უჩევის. სიტუაცია 50%-ით უკეთესია. უსაფრთხოებაა და ყველგან თავისუფლად შეგიძლია გასვლა, მაგრამ რაღაცეები მაინც გაკლია. მაგალითად ფინანსურად, საჭიროა გადასახადები შეამცირონ. ასევე ყველაფერი გაძვირდა და ხალხი საკუთარი ნების მიხედვით ზრდის ფასებს. ასე რომ უკეთესი იქნებოდა გარკვეული კონტროლის დაწესება. ვითარება უკეთესია, მეტი თავისუფლებაა, მეტი სიმშვიდეა. შეგიძლია სახლიდან გახვიდე და უსაფრთხოდ დაბრუნდე. ქვეყანაში შემოვიდა ახალი პროდუქცია, რომელიც ადრე არ ჰქონდა. ადრე ელექტროენერგიაც კი თითქმის საერთოდ არ იყო. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომით დაზიანებული რეგიონების აღდგენას 216 მილიარდი დოლარი დასჭირდება.